ეს კითხვის ნიშნები ვარ ქონდეს და არ ფაციფულობდით ბნელში რა ამიტომ მეტი საოცარია მათ რაღაცები უბრალოდ მისი აი თვისება გადახედეთ აი შემოქმედი და აი მათაც რაც ყველაფერი გააჩინა რაც ყველაფერს აი აკონტროლებს მზის ქვეშეთში აი არ ვიცი რა რაღაცა სასწაულია აი უფრო მეტი რომ შევხედე სიყვარულია ვიდრე სხვა რამე ხოდა წარმოგიდგენიათ ღმერთს იმდენად უყვარვართ ჩვენ ადამიანები იმიტომ რომ მისი ხატი და მსგავსი ვართ იმდენად უყვარვართ რომ შეიძლება ამ დიადმა ღმერთმა ორ შეუძლია ღმერთმა რომელსაც ძალიან უყვარვართ დაფტოვოს ბნელში და გაუგებრობაში შეიძლება ესეთი რამე თქვენ გააკეთებდით შულს ესეთ რამეს რომ ახლა მოდის დრო და უნდა გზა დააკვალინო და არ აუხსნათ შვილო აი ეს ესია არ თქვენ კი გაჩვენდებით და თავში გაუხლია საერთოდ წავა გააკეთებთ ამათ რას ლაპარაკობთ რა აბა თუ თქვენ დედა აი ესეთი ხარ ნუ თუ ღმერთი ჩვენს მაღლა არა ის შემოქმედია ის ჩვენ ქმნილებაა ის კი ღმერთია შეუქმნელი ოთ ამიტომ მოდის დედამიწაზე მე სპექტიკულად აი უყურებდი ყველაფერს ვამოდის რატო სად ღმერთი სად აი სანამ ჩემ ტყავში არ შემოვა სანამ როგორც მე ვაზროვნებ როგორც მე ამას გავდივარ ცხოვრებას მანამდე არ დავიჯერებოდა მოდის სპეციალურად რომ გახდეს ადამიანი და ვასწავლოს გზა მეუბნება აი ჩემი გზა იმიტომ მოვედი გამოსასყიდი შევიტანე შენი ვალი მოხდილია შენი ცოდვები დაპატიებია всё თავისუფალი ხარ ოღონდ შემამაძაღლო მე ჩემ გზაზე მინდოდა ერთი ესე იგი პირობით რომ შენ მე არა უნდა გამიცნო გიცდიათ რომ ეს ესე გაიცნო ბიბლიაც იგითია იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გონია ეს ჩვეულებრივი წიგნია ქაღალდი ფურცელი ხო? ესე იგი მაგრამ ერთი რაღაცას გეტყვით რომელიც უკვე იცით როგორ არის აი აღარ დაგჭირდება თქვენ 10 წელი როგორც მე დამჭირდა მარტო სწავლება და მე კი ცხოვრებაში ნახვა ერთ რამეს გასწავლით ძალიან ბრძოლობ ნახს რომელიც თქვენ ცხოვრებას აბსოლუტურად შეცვლის და თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ 60-ში მოხდებით თუ არა აუცილებლად 100 კი არა 1,000,000%. ნახეთ ამეთი რას იძახის ჯერ არ იყო galaktikები რამე არის ყო თავდაპირველად სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა ეს ბიბლია თვითონ ღმერთია ჩვენ რო ოჯახში გაქვს იმიტომ რომ ღმერთი მარადეულია და ცოცხალია და სიტყვაც მისი მარადეულია და ცოცხალია გამოდის რომ ღმერთმა თან დასწრება ისურვა რომ ყოველ ოჯახში ყოფილიყო რომ თვითონ იყოს და დაელაპარაკოს ყველა ადამიანს ოღონდ რატო არის რომ მე ვკითხულობ და ვერ ვიგებ და უინტერესოა არის გახსოვთ ახლა თქვენი სწავლების პერიოდებში ბავშვობაში კიდაც აი წიგნების საყვარელი რომ მიეთხა თუ გადაავლებდით მარტო შინაარსიც კი საკმარისი იყო რომ შესავალი და ესე იგი უკვე ის წიგნი უნდა დაგეღეჭა ხო ეგრეა ხოდა აი რატოა მაშინ რომ შეიძლება ბიბლია მეჩედეს გაუგებარია და ის იმიტომ რომ გარკვევით იძახის ღმერთი ბიბლიაში გარკვევით წერია რომ ეს სიტყვები მარტო ღმერთის სულისაგან აიხსნება თუ იქიდან ღმერთი არ დაგელაპარაკა შეუძლებელია ამიტომ თქვენ არა ჯერ პირველი რომელიც თქვენ თავს უთხარით რომ მე უკვე ღმერთის სადასწრებაში ვარ ღმერთი აი ეგ ჩემთან არის ჩემ ოჯახში მიდით ბიბლიასთან და იმ განწყობით რომ მართლაც უკვე ღმერთს წინაშე დგეხართ არ გადაშალოთ ჯერ ბიბლია გალბატონო არ გადაშალოთ დადევით წინ და უთხარით ღმერთო მოდი რა დამელაპარაკე მე მინდა რომ შენი ხმა გაიგოს ჩემო გულმა და ჩემო ესე იგი შინაგანი მე ხო გაქვთ შინაგანი მე